მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდი მუჰამედოვი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის პრეზიდენტსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დახვდა. თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. სერდარ ბერდი მუჰამედოვს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დახვდა. მაკაბაჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკაბაჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალში, ნათქვამია ინფორმაციაში. პოლიტიკოს ანი მიროტაძის განცხადებით კორუფცია ქართული ოცნების სავიზიტო ბარათია. როგორც მან პალიტრანიუსის გადაცემაში რეზიუმე აღნიშნა, მსგავსი გარემო ბიძინა ივანიშვილისთვის ხელსაყრელი არ ადგანეს შიდა კონტროლის მექანიზმად გამოიყენება. ვერაფრით ვერ ვხსნი, რატომ დააპატიმრა ღარიბაშვილი თუ არ არის რამე სხვა. კორუფციას ვერ ვუკავშირებ, იმიტომ კი არა, რომ კორუფცია არ არის, მგონია რომ მიზეზი სხვა არის. რატომ გაწირა? ღარიბაშვილების და ლილუაშვილების მსგავსი ადამიანების დაჭერა თავიანთი გუნდის წარმომადგენლებისთვისაც არის სანიმუშო. თქვენს გელით ასეთი ბედი თუ ჭკვიანურად არ მოიქცევით, განაცხადა მიროტაძემ. მიროტაძე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშს შეეხებოდა. პაპუაშვილმა ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს, მანიპულაცია და ფარსი უწოდა. ჩვენ ვცდილობთ ბრიუსელს სახეს შევანარჩუნებინოთ, ვინაიდან მათ ძალიან ღრმად აქვს ჩეტოპილი და არ იციან უკან როგორ გამოვიდნენ. დრო არ ითმენს ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი და მათ ადრე თუ გვიან მოუწევთ. ჩვენთან დასხდნენ და საუბარი დაიწყონ. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ან ევროკავშირის დღევანდელი მმართველობა მოეგება გონს და საქართველოსთან დაიწყებს სამართლიან საფუძვლებზე დამყარებულ მოლაპარაკებებს, ან უნდა დაველოდოთ, როდის მოხდება ევროკავშირში ცვლილებები. თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელთაგანაც ამჟამად სირთულეები არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კატარის სახელმწიფოს ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა კატარის სახელმწიფოს ემირს პირადად მიუსამძიმრა ყოფილი ემირის შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის გარდაცვალების გამო და პატივი მიაგო მის 8 წელს თანამედროვე კატარის განვითარების საქმეში. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კატარს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კატარის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაისვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიპლომატიური დიალოგის მნიშვნელობას, მათ შორის კატარის პოზიტიურ როლს საერთაშორისო მედიაციის მიმართულებით, ნათქვამია ინფორმაციაში. ევროპული ბიუროკრატია სრულ აბსურდშია შესული, მაშინ როცა საქართველო უზრუნველყოფს 7 ქვეყნის შავ ზღვასთან კავშირს, შავი ზღვის საკითხებს საქართველოს გარეშე განიხილავენ. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ გააკეთა. მისივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია საუბრობს ქართველ ხალხზე ცალკე და ხელისუფლებაზე ცალკე, მაშინ როდესაც ქართველმა ხალხმა საქართველოს ხელისუფლებას ძალიან მყარად გამოუცხადა ნდობა. მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვის სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე შავი ზღვის გარშემო მდებარე სხვადასხვა ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რომელთაგანაც ამჟამად სირთულეები არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით. საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ჩინეთის საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ. ბრალდებულების ნაწილი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ, ხოლო ნაწილის მიმართ სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს, ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს დაარტყა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს საზღვაო დრონებით დაარტყეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესამსახურის ინფორმაციით რუსულ ტანკერებს დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ემბარგოს დარღვევით ნედლი ნავთობი გადაჰქონდათ. მათივე ცნობით თავდასხმის დროს საზღვაო დრონების განადგურება რუსეთის ავიაციამ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ. ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესპიკერმა ებრაჰიმ ზოლფაქარიმ განაცხადა. ეს ირანის წითელი ხაზია, განაცხადა მან. მისი თქმით, ირანში ხიდებზე დარტყმების შესახებ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუხარას ძლიერი პასუხი მოყვება. ირანის პასუხი არა მხოლოდ პროპორციული, არამედ კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ირანი რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურას გაანადგურებს ისე, რომ მისგან არაფერი დარჩება. აღნიშნა ირანის შეიარაღებული ძალების პრესპიკერმა. ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით მიხაილო ფედოროვის უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება დიდი მოულოდნელობა იყო. ეს დიდი მოულოდნელობა იყო, ზოგჯერ მთავრობაში ცვლილებები მართლაც აუცილებელია. კიევში ჩვენი თანამოსაუბრეებისგან მოვისმინეთ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობისთვის სათანადო კადრია, განაცხადა ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო ენერგოკომპანია ნაფტოგაზის ხელმძღვანელი სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარადგინა. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით ქუვეითსა და იორდანიაში აშშ სამხედრო ბაზებს დაარტყეს. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით დრონებით დარტყმები განახორციელეს იორდანიაში ალ-აზრაკის ავიაბაზაზე მდებარე ამერიკის საკომუნიკაციო სისტემებსა და საწვავის საცავებზე. იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებით ირანის მიერ გაშვებული 8 რაკეტა ჩამოაგდეს. ასევე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ქუვეითში ალი ალ-სალემის ავიაბაზაზე განლაგებულ ამერიკელ ჯარისკაცებსა და რადარის სისტემას შეუტიეს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.